სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ქრისტიანს არც ერთი დღე არ აქვს ბრძოლის გარეშე. ქრისტიანს ყოველი წამი დაკავებული აქვს. შეუძლებელია თუ ის ნამდვილი ქრისტიანია იყოს უსაქმურად, უსაქმოდ მოწყენილი, რომ ისი გონება გული არ იყოს დაკავებული იმ დიდი საქმით, რასაც ღმერთთან პიროვნული ერთობის ძიება ქვია. იმ საქმით, რასაც განკაცებული ადამიანად მოსული ჩვენთვის ნატანჯი, ჩვენთვის მომკვდარი უფლისადმი ერთგულება ქვია. ადამიანს არ აქვს არც ერთი წამი. ეს იმის ფონზე, რასაც ახლა მე ვამბობ, იმის ფონზე, როცა ჩვენ უამრავ დროს ვკარგავთ. რატომ ვკარგავთ უამრავ დროს? იმიტომ რომ დროს ხო ვერ მოაბრუნებ. ეს არის ყოველუბრალოდ გადაყრილი ძვირფასი განძი, ნიჭი, რომელსაც ვეღარ შემოაბრუნებ. იმიტომ რომ არა გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული საკითხის მთელი სიმძაფრე, გნებავ დრამატიზმი, საშიშროება, ასუხისგებლობა, არა გვაქვს ბოლომდე განცდილი. მე ხა საკუთარ თავზე უფრო საუბრობ, სიმართლე გითხრათ. ხშირად მithქვავს თქვენთვის არათუ დღეები და წლები, არამედ წამებიც კი, რომელიც დაკარგული მაქვს ისე რომ ქრისტეს გარეშე იყო ჩემი გული და გონება, ესეც ტკივნეულად განიცდება და აღიქმება და ესე უნდა იყოს, ტკივნეულად უნდა განვიცდიდეთ ამას. იმიტომ რომ ჩვენ რო ბოლომდე გქონდეს გაცნობიერებული, რა საქმესა ვართ შეჭიდებულნი, მთელი პასუხისგებლობით და შეჭიდებული სავსებით ლოგიკურად და გონივრულად და რეალისტურად, იმიტომ რომ ამისთვის შექმნა ღმერთმა ჩვენ, სხვა არაფრისთვის, უბრალოდ ვიღაცა მიცის ეს და ვიღაცამ არ იცის და ჩვენ გავიგეთ ეს, არა ჩვენი მიხვედრილობის წყალობით, არამედ უფლის წყალობით, რა არის ჩვენი საკეთებელი, რა არის ჩვენი მიზანი, რა არის ჩვენი საზრისი. ეს რომ ბოლომდე გქონდეს გაცნობიერებული, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არც ერთი წამი რომ არ დაკარგო, დაწყებული პირველი ამოსუნთქვიდან, როცა იბადებით და ტირილს იწყებ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, არც ერთი წამი რომ არ დაკარგო და 100 წელი რომ იცხოვრო, მაინც არ გეყოფა ის დრო იმ მიზნის მისაღწევად, რომელი მიზანი ჩვენ ღმერთმა დაგვისახა, რომელიც საშნელი პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს, ერთადერთი რაც გადაგვარჩენს, ეს არის უფლის ჩვენდამი გონება მიუწვდომელი სიყვარული. და ეს პასუხისგებლობა არც მეტი, არც ნაკლები ჟღერს შემდეგნაირად. იყავის სრულყოფილნი, ვითარცა თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი. ვინ? მე თეოდორე, ჩემი ცოდვებით დახუნძრული და 1000 მანკიერებები და ვნებებით, მე უნდა ვიყო სამყაროს ტრანსცენდენტული ცოცხალი შემოქმედის მსგავსი სრულყოფილი, მე ხო შენ თეოდორე, ამას მე უნდა გამოცხადებ. კი, მაგრამ როდის უნდა მოვასწრო მაგ საქმე? სანამ პირში სული გიდგას და მე სამსჯავროზე წარსდგენ. და რაღა დამრჩა მე? არ ვიცი რა დაგჭა. ეგება დამრჩა ერთი 20 წელი მაინც. შეიძლება 30-იც, მაგრამ შეიძლება არც ერთი დღე არ აქვს ღევანდელი დღიდან. არავინ იცის ეს. გესმით? არც ერთი წამი რომ არ დაკარგო, მაინც ვერ ახერხებ ამას. და გადაგვარჩენს კიდევ ვამბობ, ღმერთის აბსოლუტური გულმოწყალება. მაგრამ გულმოწყალება ცარიელ ნიადაგზე ხომ არ შეიძლება აღმოცენდეს. ღმერთს ხო ყველა უყვარს. იუდაც უყვარს, როგორც ცდილობდა მის გადარჩენას. ცხოველებიც უყვარს, ღორიც კი უყვარს. ყველაფერი მისი ქმნილებაა, მაგრამ ვერც ღორი შევა სასუფეველში და ვერც ეშმაკი. და ადამიანი სამწუხაროდ, მოდი ჩემ თავზე ვიტყვი, ვინმე შუ არ ეწყინოს, მე ერთიც ავარ ხოლმე და მეორეც, ან ორივე ერთდროულად. გესმით რა შეასაქმე? ამიტომაც აი ეს პასუხისგებლობა გათავისებული სრულად ადამიანს არ უნდა აძლევდეს
არ უნდა აძლევდეს მოდუნების საშუალებას, ჩვენ კიდევ ვართ მოდუნებულნი, მოშვებულნი. ეხლა დიდმარხვის პერიოდში შევდივართ და ეს სიმძაფრე, სულიერ ცხოვრებაში პასუხისგებლობის სიმძაფრე განსაკუთრებულად ამ დროს განიცდება ხოლმე, იმიტომ კი არა რომ ჩვენ ახლა რაღაც გულმოდგინეთ, დიდი ამბავი ახლა ხორცს არ ჭამ და რაღაც ლობიოს ჭამ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ამის გამო რაღაცა მადლი მოვიხვეჭეთ? არა, უბრალოდ უფალი დაუმსახურებად გვაძლევს ამ მადლს. ეს ყველას გამოუცდია, ყველა მორწმუნე იცის, რომ აი რაც ვიყავი ნაგავი ისე ვარ, მაგრამ დღესასწაული როა, რაღაც სხვა განწყობაა და სხვა მადლია. დიდმარხვაში ყველამ ვიცით ეს, რომ თითქოს მეტნაკლებად რაღაცა ცოტა დამღლელია ხო ფიზიკურად, იმიტომ რომ რაღაც საკვები გაკლია ცოტა და ფიქრობ, რომ აი ახლა გახსნილდება რაღაცა და როგორც კი გახსნილდება, იმ წამსვე გენატრება ის წუხარებასთან, მგლოვარებასთან, უпростоრედ შეერთებული სიხარული, რომელიც დიდმარხვის თუნდაც პირველ შეწირულის ლიტურგიებს ახლდა. და იმ წამსვე მონატრება იწყება. რატომ რაღაცა ხდება იმ დროს? ეს დაუმსახურებლად გვეძლება. მაგრამ ეკლესია გვეუბნება, რომ შეხვიდი ამ დიდებულ პერიოდში, დიდმარხვის პერიოდში, უნდა მოემზადო. რომ მოემზადო, ამისათვის ეკლესია განსაკუთრებულ საკითხავებს, განსაკუთრებული მსახურებებია, უკვე დაწყებული წინაკვირიდან, როცა ესე იგი მეზვერე ზაქეს კვირა იყო დღეს, მეზვერისა და ფარისევლის კვირა. და გვეხმარება ეკლესია, რომ რაღაც მობილიზება გაუკეთოთ საკუთარ თავს, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ის გავაკეთოთ, რისი პასუხისგებლობაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს. აი, დღეს ეხლა ეს მეზვერისა და ფარისევლის იგავი ყველამ ვიცით, ამიტომ მე მიგავს ეხლა არ გავარჩევ, არ მოყვები და მილიონჯერ გაგვირჩევია და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში სდევს, იცით თქვენ და წიგნებია უამრავი ამას დაწერილი. რაღაც აქცენტები მაინც მინდა გავაკეთო. მადლიერებითი ლოცვა, მოდი ბჭყალებში ჩავსვათ რა, იმიტომ რომ მადლიერებითი ლოცვა მართლა მადლიერებითი უნდა იყოს, მაგრამ ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინ, ათეულს შევსწირავ ყოვლისა მონაგებისა ჩემისა და მადლობა ღმერთო და ფარისეველი რელიგიური ადამიანის აი კლასიკური სახეა, რომელიც ცხოვრობს ზნეობრივად, კარგი სამოქალაქო პრინციპებით, პატრიოტი და ასე შემდეგ, ზნეობრივი პრინციპებით, რომ ოჯახი და გარსემო ყველა, ანუ ვერაფერს ხინც ვერ უპოვი, ამავე დროს იგი არის განათლებული ადამიანი და ამავე დროს არის რელიგიური ადამიანი და ზედმიწევნით რელიგიური ადამიანია. სამაგალითოა. მოვაცილოთ სიტყვა ფარისეველი, რომელიც ტექნიკური ტერმინი გახდა და რაღაცა ცუდს ნიშნავს. აი წარმოგიდგენთ რელიგიური ადამიანი და თან აქტიური რელიგიური ცხოვრება აქვს და თან ღმერთს მადლობას იმას კი არ ამბობ, რომ ჩემი დამსახური მადლობა ღმერთო შენ რომ მე ასეთი ვარ. გესმით? მაგრამ უფალს არ მოსწონს ეს ადამიანი ხედავს იმ 1000 ხარისხოვან ჩვევებს, რომელიც მას მისი რელიგიური კულტურა აძლევს. ეს ადამიანი ხედავს იმ სიკეთის კეთების უნარს, რომელიც მისი ვალდებულებაა. ეს ადამიანი ხედავს თავის ზნეობრივ პოლიტიკურად გაწონასწორებულ სწორ ცხოვრებას და ვერ ხვდება, რომ ეს უბრალოდ ადამიანი ასეთი უნდა იყოს და არა სხვანაირი. და ეს ყველაფერი უფლისაგან მოცემული ნიჭები და წყალობაა, გულიც რო ცემს, ისიც ღვთის ხელშია. ამას ხედავს და მას რაღაცნაირად საკუთარ თავს აკუთვნებს. და აქედან გამომდინარე კი არ ლოცულობს, არამედ ლაპარაკობს, სადაც წარმოაჩენს საკუთარ თავს. რელიგიური ადამიანის თვისებაა საკუთარი თავის წარმოჩენა. ამიტომ ნუ წარმოაჩენთ საკუთარ თავს. არაფერნი ხართ თქვენ და მე კიდე თქვენზე უარესად არაფერი ვარ. გესმით? იქ სადაც პავლე მოციქული იტყვის, რომ მოვიდა ცოდვილებისთვის და ცოდვილთა შორის უპირველესი მე ვარ. ნაქელი მტვერი ვარ. ფეხით ნაქელი მტვერი ვარ, გესმით? იქ სადაც დავით მეფსალმუნე იტყვის მატლი ვარ და არა კაცი ვარ. იქ სადაც დავით აღმაშენებელი თავის ცოდვებზე ტირის, ამ დროს თეოდორე თავის თავზე ლაპარაკობს. ხო სასაცილოა. მორწმუნე ადამიანი არ საუბრობს თავის თავზე, რატომ ვერ ხედავს თავის სიკეთეებს და თუ რამე არის, ეხლა მე მაგალითად სიკეთეთ მიმაჩნია, რომ ხედავ. ხო რამდენი ადამიანია ვერ ხედავს. ხო ღმერთი ყველა შეეწიოს. ხედავ. თქვათ კარგად ვერ ასიმართლე გითხრათ, მაგრამ ხედავ. რა ვქნა ეხლა ვიკვეხნო, ესე იგი ვიტრაბახო, ხალხო შემომხედეთ ხედავ.
გესმით, აი ასე უნდა შეხედოთ აბსოლუტურად ყველაფერს თუ თქვენში რამეს იკეთია, თქვენი არაფერი არ არის. ეს არის რელიგიური ადამიანის თვისება. ეხლა მორწმუნე ადამიანის თვისება როგორია? მორწმუნე ადამიანი გარეგნულად თავის ცხოვრების წესით შეიძლება არც კი ბრწყინავდეს მაინცსა და მაინც. ნუ ეხლა გასაგებია რომ ქვებს ეხლა არ უნდა ისროდეს, თუმცა ქვებსაც შეიძლება ისროდეს თუ მერე შეინანებს, ხო? ჯვარცმული ავაზაკი პირველი შევიდა 60-ში. პირველი. მაგრამ ჩვეულებრივია შეიძლება არც დიდი თეოლოგი იყოს, არც სასწაულებს ახდენდეს განსაკუთრებული. ამის მაგალითები ეკლესია მოამრავი იცის. მაგალითად წმინდა სილვან ათონელი. წმინდა სილვან ათონელი მკვდარი არ გაუცოცხლებია, დიდი მჭერმეტყველი არ, საერთოდ ჩუმად იყო. საღვთისმეტყველო განათლება არ, აკადემიური განათლებაც არ ქონდა, რომ წერს ბავშვით წერს. მაგრამ ეს ადამიანი თვითონ იყო სასწაული. გესმით, ის თავის თავდაბლობით ქრისტეს დაემსგავს, მაგრამ ის არ ჩანდა. ანუ ის იყო არა რელიგიური ადამიანი, არამედ იყო თავდაბალი, მონანული ადამიანი და საღვთო განგებულებისადმი აბსოლუტურად მორჩილი. და თუ ამ თვისებებით შევხედავთ, აგერ ცოდვილი მეზვერე შორს იდგა, არა იკადრებდა თვალთაცაზე ახილვად, არამედ იცემდა მკერცა და იტყოდა ღმერთო მიხინე ცოდვილს ამას არ ღვთისმეტყველებს თავს არ იქებს, არამედ თვლის რომ ნაგავია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და მართლა ვერ ბედა, აი ზემოთ ახედვის რცხვენია. აი ეს არის მორწმუნე ადამიანი. ესეთი იყო დავით აღმაშენებელი, ესეთი იყო დავით მეფსალმუნე, ესეთი იყო პავლე მოციქული, ესეთი იყვნენ ყველა წმინდანი. გესმით? და იქ სადაც შეამჩნევთ, რომ წმინდანი რაღაცას პრინციპულად შეიძლება რაღაცა გოროზად, რაღაცას ამბობდეს, იქ ყოველთვის თავის თავს კი არ წარმოაჩენს, არამედ ჭეშმარიტებას ამოწმებს. დიახაც, მე ნაგავი ვარ, მაგრამ და ყველამ შეიძლება თავში ჩამარტყას, ეს განწყობა უნდა ქონდეს ქრისტიანს, მაგრამ ქრისტე რო ღმერთია, ამ ჭეშმარიტებას ბოლომდე დავიცავ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და არავითარ შემთხვევაში, არანაირი საშიშროების წინაშე ამ ჭეშმარიტებას არ დავთმობ და მოვკვდები მისთვის. აქ რა თქმა უნდა, პრინციპული შეურყეველი კედელია ქრისტიანი. მისი დამარცხება შეუძლებელია, მისი შეშინება შეუძლებელია, მისი დაჩოქება შეუძლებელია. ხოლო პირადში თვითონ დაგიჩოქებს. გესმით? როგორც ხონდაო ერთ ბერთარომივა ახალგაზრდა ბერი და მოიხდის კუფიას ქუდს და ააგდებს, ფეხით შედგება. აი ეგეთი უნდა იყოს თუ გინდა ცხონდა. სად შეგვიძლია ჩვენ ასეთი თავდაბლობა? ამიტომ კითხვა ჩდება ბუნებრივია, რომ ჩემში რელიგიურობა უფრო მეტია თუ რწმენა. მე სამწუხაროდ ჩემ თავზე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ უფრო ხშირად ჩემში რელიგიურობა უფრო მეტია და მე ეს არ მინდა. ეს მაწუხებს. განსაკუთრებულად მაწუხებს, როცა ისეთ საკითხებზე თქმა მიწევს ხოლმე ხანდახან, რომელიც გამოცდილება მე არა მაქვს და ვცდილობ ეს არ გავაკეთო, მაგრამ ხანდახან მაინც ეს ენა გისწრებს ადამიანს. ყველაზე საშინელი ეს არის, რომ ბრწყინვალედ ლაპარაკობს ადამიანი, რომლის გამოცდილება მას არ აქვს. მაგრამ ამავე დროს საშიშია გამოცდილებით ლაპარაკი, როცა ეს გამოცდილება არ არის თანხვედრაში 2000 წლოვან გამოცდილებასთან ეკლესიის. იმიტომ რომ ეკლესიაში სულიწმინდა მეტყველებს 2000 წლის განმავლობაში. ეკლესიისგან განისწავლებიან ანგელოზები, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ღვთის მრავალფერ სიბრძნეში. ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. იგი მისტიკური სხეულია ქრისტესი. გესმით? ამიტომ მასში სულიწმინდა ღიებს და იგი მეტყველებს განწმენდილი ადამიანების მეშვეობით და დაგროვილია უზარმაზარი გამოცდილება. ამიტომაც იკითხეთ წმინდა მამები, იკითხეთ წმინდა მამები. აღარ ლაპარაკობს, ზოგი არ წინს კითხულობს, ზოგი არ წმინდა წერილს კითხულობს, ზოგი არ ჩვენ საუბრებს არ უსმენს. მოდის ხოლმე და წარმოდგენა არ აქვს ქრისტიანობას. ასეთ შემთხვევაში, როგორც ეს, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, როცა ადამიანს ბუნებრივი რაღაცა უბრალოება აქვს, მაგრამ ძალიან უბრალო ადამიანი თითქმის აღარ არსებობს 21 ამ სოციალური ქსელების ეპოქაში და 21 საუკუნეში. ამ უიშვიათესი გამონაკლისის გარდა უბრალო ადამიანი როგორც წესი აღარ არსებობს. და ყველა ადამიანს თავისი ამბიცია აქვს, რომ რაღაცას წარმოადგენს და რაღაცა იცის. და რადგან ესეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და რადგან სიცარიელი აქვს, იმიტომ რომ 2000 წლოვან გამოცდილებას არ იცნობს ეკლესიისას, შესაბამისად იგი იგონებს თავის ქრისტიანობას.
წმინდა წერისაც რო კითხულობდე სულ და წმინდა მამებს თუ არ კითხულობ, პროტესტანტი ხარ, შენი მსოფლმხედველობი და ის მისტიკური სიღრმე შენ სარწმუნოებას არ ექნება და თან ამპარტავანი ხარ, იმიტომ რომ შენ რო პავლე მოციქულს კითხულობ და აღთოვანდები, როგორ ფიქრობ? იონე ოქროპირი, რომელსაც პავლე მოციქული პირდაპირ კარნახობდა და მისი ყური დღემდე უხრწნელია შიშველ თავის ქალაზე. როგორ ფიქრობ, იონე ოქროპის შენზე უკეთ გაგებული არ აქვს პავლე მოციქული, ან მისი გაგებული პავლე მოციქული შენთვის საინტერესო არ არის? გესმით? ან გრიგოლ ხანძთელი, ან იოსებ ისიქასტი თუნდაც, ან გარეჯელი მამები, ან ესე იგი სიმონ ახალი ღვთისმეტყველი და ასე შემდეგ, ან ბასილი დიდი, რომლებას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს, რომ პავლე მოციქული გაეგო და წმინდა წერილი და თან ცხოვრობდნენ განსაცვიფრებლად. არ არის შენთვის საინტერესო მათი გამოცდილება და გამოცდილებას ემატებოდა. სულიწმინდა უფრო მეტად და მეტად იხსნებოდა ადამიანებში, თაობიდან თაობაში, როგორც ცივილიზაცია ვითარდება, ხო? ვითარდება და დღეს საოცრებებს აკეთებს. ესია ღვთის, აი როგორც უფალმა თქვა, რაც მე გამცნეთ, რომ მოვა ნუგეშინის სემელი, ის ამას გასწავლით. ასწავლა პირველ თაობას, პირველ თაობის გამოცდილება მეორემ გაიზიარა და კიდევ მეტი ისწავლა. მერე ამის გამოცდილება მესამე თაობამ გაიზიარა და კიდევ მეტი ისწავლა. ძველ ცოდნას ახალი გამოცდილება დაამატა და დღევანდელ დღეს მართალია ჩვენ როგორც მოღვაწენი, სასაცილოც კი ეგ სიტყვა საკუთარ თავზე გამოვიყენოთ, გაცილებით სუსტნი ვართ ვიდრე ძველები, მაგრამ ცოდნა გაცილებით დიდია დღეს დაგროვილი ეკლესიაში ვიდრე პირველ საუკუნეში. რომ რაღაცნაირად ღმერთი ამით გვეხმარება, რომ თავზე დაგვაბერტყა ეს ცოდნა, რომ ამ დაბერტყილი ცოდნით ეგება ცოტათი გამოფხიზლდე და პრაქტიკაში რაღაცა მაინც განვახორციელოთ. სულიერი ცხოვრების რო თავარი ნიში რო თავდაბლობა, ხო, მე უფალი ამბობს, სწორედ რომელმან აღიმაღლოს თავითვისი, იგი დამდაბლდეს. და რომელმან დაიმდაბლოს თავითვისი, იგი ამაღლდეს. მაგრამ ადამიანს თუ სულიერი ცხოვრება არ აქვს, ისე იმაღლებს თავს, რომ ვერც კი ხვდება. გესმით რა შეასაკო? ამიტომ სიამაყე ძალიან საშიში ცოდვა. ეს არ არის მრუშობა, ეს არ არის ქურდობა, ეს არ არის დილსიტყვაობა და გემოთმოყვარეობა. ეს სულიერი ცოდვაა, რომელიც ესე ფიზიკურად არ ჩანს და ძალიან დიდი სიფაქიზე ჭირდება და დიდი მადლი ჭირდება ადამიანს, რომ სიამაყე დაინმახოს. და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის, რომ სიამაყე დაინახოს ადამიანმა, ეს არის მოძღვრის ინსტიტუტი, რომელსაც შენ თუ მოძღვარი გყავს, იცით რის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ შენ მოძღვარი გყავს, რას ნიშნავს? მოძღვარს არ ერიდება პირში გითხრას სიმართლე. და როცა მოძღვარი შენ პირში სიმართლეს არ გეუნება, შენ მოძღვარი არ აკავს. გესმით რა კატასტროფულ სიტუაციაში ხარ. თუ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც სიმართლეს ვერ ვეუნებით. აზრი არ აქვს და ამიტომ. და მეორე, რითაც სიამაყე ფიქსირდება, რომ შენში სიამაყეა. პერმანენტული მოუკლებელი განსაცდელები, რომელიც თავს არ განებებს. იცოდეთ, ესეც ერთ-ერთი ნიშანია სიამაყისა. რომ ღმერთი ცდილობს დაგანახოს, რომ უძლური და უსუსური ხარ და თავი დაიმდაბლო. აი პავლე მოციქული დღევანდელ საკითხავში მაგალითს გვაძლევს, გზას გვიკვალავს, როგორ ვიყოთ სულიერები და არა რელიგიურები, თავდაბალნი და არა ამაყნი. პავლე მოციქული ესე არიგებს ტიმოთეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას. შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღვრებასა. მნიშვნელოვანი სიტყვებია ეს. მე თუ მინდა ვიყო ქრისტიანი, ჩემსა მოძღვრებას. არ ამბობს ქრისტეს მოძღვრებას. ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეკლესიას უნდა უსმინო. იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ ეკლესიას რო უსმენ, კაცო, მე ეკლესია რა შეჭდება, მე პირდაპირ ქრისტეს უსმენ. ავიწყდება რა, რომ ეკლესიაში სულიწმინდა ღმერთია და ეკლესიის მოსმენით უსმენ სწორედ ქრისტეს. გესმით? სულიწმინდის გარეშე. ვერავინ იტყვის უფალი იესო თუ არა სულიწმინდის მიერ. გესმით რა შეასაქმე? შენი სარწმუნოებრივი აღსარებლობა სულიწმინდა ღმერთის მიერ მოცემული მადლისა და ნიჭების წყალობით ხდება. და სულიწმინდა ღმერთი მეტყველებს პავლე მოციქულში და წმინდანებში და შენ თუ ამისი არ გწამს, ო რა ამპარტავანი ხარ. იცით რა გამოდი? აი ოქროპირში არ მეტყველებს, ბასილი დიდში არ მეტყველებს, იოსებ ისიქაში არ მეტყველებს. ამიტომ არ უსმენ მათ. აი შენში მეტყველებს და შენ იცი და იმათ არ იციან. გესმით რა შეასაკო? სად ურტყავს ადამიანის ამპარტავნება. და აი ამიტომ გეუბნება პავლე მოციქულის სიტყვები სულიწმინდით ნაკარნახებებია. ყველა ნიუანსი აბსოლუტურად სულიწმინდის მიერ დაკორექტებულია, შეიძლება ასე ითქვას.
შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღვრებასა და მე უნდა დავინტერესდე შესაბამისად პავლე მოციქული ნეტა რას ასწავლის და დაბერდნენ ადამიანები პავლე მოციქული ერთხელ არ გადაუშლიათ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღვრებასა და არა მარტო მოძღვრებას ნახეთ რა საოცარ გულმოდგინებას ანუ მე შენ სიტყვითაც გასწავლი პავლე გეუნება და ზოგადად ეკლესია და ცხოვრების წესითაც გულმოდგინებას სარწმუნოების მაგალითს გაძლევ სულგრძელების სიყვარულს და მოთმინების პავლე მოციქული ამ ყველაფრის მაგალითია პავლე მოციქულის მაგალითზე წმინდანები ამის მაგალითია გესმით და მე გვეუბნება რომ შენ დაადგერ მარსზე და ანუ დადექი იქ იმ ადგილას იმ მოძღვრებაში რომელიცა გისწავლიეს გწმენა ანუ ორივე საჭიროა ვსწავლობ და გვწამს და ვსწავლობ თორე თუ გვწამს და არ ვსწავლობთ ადამიანის არსება იმ დანაკლისს ივსებს საკუთარი წარმოდგენებით რაც ხშირად გვითხოვს და საკუთარ ქრისტიანობას იგონებს 2000 წლოვან გამოცდილებას რომ მოაწყდები მათ შორის ასკეტურ გამოცდილებას ანუ პრაქტიკული ცხოვრება ღმერთი როგორ ვეძებოთ ამასთან კავშირი რომ არ აქვს და ეს არ იცი გესმით შენ როგორ წარმოვიდგენ ან ლოცვა გეცოდინება რა არის ან ხიბლი იცი რა არის ხიბლს დაუმარცხებია განსაცვიფრებელი ასკეტი ადამიანებიც კი ან გულისიტყვებთან ბრძოლა იცი რა არის გულისიტყვებთან ბრძოლა რომ ადამიანმა რომ გაიგოს რა არის გულისიტყვა და რა არის აზრი შეიძლება ამას წლები დაჭირდეს ეკლესიაში თან რამდენიმე ათეული წელიც კი რა არის გული რა განსხვავებაა გულისიტყვასა და აზრს შორის მე ვცდილობ აგიხსნათ ზოგს ესმის ზოგს არ ესმის ეხლა რომ გაიგებ რა არის გულისიტყვა მისი გამოცნობა და მასთან ბრძოლა მთელი ხელოვნებაა და რატო იგონებ ველოსიპედს როცა ეს არსებობს აკადემიურ დონეზე არსებობს უკვე ცოდნა ამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა მამები სწორედ ესენი იყვნენ გულისიტყვებთან ბრძოლის ოსტატები და გულისიტყვები რა მნიშვნელოვანია აგებ მე ფსალმუნე დავითი ასულო ბაბილონისაო უბადრუკო ნეტარია რომელმაც აიღიღოს ჩვილნი შენი და შეახეთქნეს კლდესა ბაბილონი ეშმაკი მისი ასული ცოდვა ჩვილი ამ ასულისა გულისიტყვა კლდე ქრისტე და ნეტარია რომელიც ამ გულისიტყვას ქრისტეთი ანადგურებს ნეტარი ეს არის სულიერი ცხოვრების ანი და ჰოე პრაქტიკული სულიერი ცხოვრების და თუ ადამიანმა ეს არ იცის და არ იცის თუ ეკლესიასთან ამ 2000 წლოვან უზარმაზარ გამოცდილებასთან კავშირი არ აქვს და ის რაც წინასწარმეტყველ დავით მეფესთან წინასწარმეტყველები იყო ეს ეკლესიაში სრულად რეალიზდა და ამიტომ სწავლა და სწავლა და რწმენა და ამავე დროს კიდევ ერთ აქცენტს აკეთებს უწყი ანუ იცი ვისგან გისწავლიეს ვისგან ეკლესიისგან და წმინდა მამებისგან შესაბამისად რამე თუ სიყრმიდან და ეხლა ახსენებს სიყრმიდან საღვთო წიგნი იცი რომელიც ანუ წმინდა წერილი შემძლებელი და არა მარტო წმინდა წერილი წმინდა მამების თხუზულებებით წერილად იწოდება მინდა გითხრათ მართლმადიდებელ ეკლესიაში რომელიც შემძლებელი არის ან განბრძნობად შენ და ცხოვრებისათვის სარწმუნოებითა ქრისტე იესოისთან ანუ მიგვანიშნებს რომ კითხვა არის უმნიშვნელოვანესი ყოველი წიგნი ღვთივსულიერი და სარგებელი სამოძღვრებლად არის და სამხილებლად სულიერი ცხოვრებისათვის სასარგებლო სამოძღვრებლად რომ ცოდნა მივიღო სამხილებლად იმხილოს ჩემი არასწორი მდგომარეობა და განსამართლებლად და სასწავლებლად სიმართლისა სიმართლეს სწავლა უნდა ის კი არა რომ მე ჩემი სიმართლე მაქვს სიმართლე უნდა ისწავლო ეს არის ღვთისნების გამოცნობა ღვთისნების გამოცნობის ხელოვნება რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ღვთისნების გამოცნობის პროცესი ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე არის ეს აქტუალური ეს პროცესი ცოცხალი უნდა იყოს ანუ ვერასოდეს ვერ იტყვი რომ მე ღვთისნება ყველაფერი ვიცი ეს არის გამორიცხული ესე გვასწავლიან წმინდა მამები და ამიტომ სასწავლებლად სიმართლის ამაგას ნიშნავს რატომ ეს ყველაფერი რათა ღვთისკაცი სრულქმნილი იყოს აი როგორ მიდიხარ სრულყოფილებისკენ რაც თავში გითხარით და სრულყოფილება პასიური მდგომარეობა კი არ არის არამედ ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული და რა არის კეთილი საქმე კეთილი არავინ არ არის გარდა ღმერთისა როგორც უფალი გვასწავლის ესე იგი კეთილი საქმე არის ღვთისნების აღსრულება ანუ სრულქმნილი ადამიანი არის ის ვინც ღვთისნების აღსასრულებლად ყოველთვის მზად არის გესმით
ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, უკვე სულიერია და არა რელიგიური. ასეთი მოწოდებით დღეს კიდევ ერთხელ ეკლესია გვეხმარება, რომ კიდევ მეტად მობილიზება გაუკეთოთ საკუთარ თავს და უფრო მეტად მოვამზადოთ საკუთარი და თავი დიდ მარხვაში შესასვლელად. რომ ქრისტეს ტკივილებსაც მივიახლოთ და მის ბრწყინვალე აღდგომასაც ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.